ესეთი აზრიც გვაინტერესებს, როგორც პარტიის თავმჯდომარის და საზოგადოებასაც აინტერესებს. ყველა ვერ უყურებს. მოგეხსენება ახლა აქ ემიგრანტები უფრო აქტიურობენ TikTok-ზე, ვიდრე Facebook-ზე და ტელევიზიაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. იმდენი დრო არა აქვთ, რომ ტელევიზორებში იყვნენ და აქ უფრო მეტი დრო გაყავთ თავისუფალ დროს, უფრო TikTok პლატფორმაზე ურთიერთობები, საუბრები და რაღაცები უმარტივდებათ რა და ახლა კითხვები გაჩნდა რა თქმა უნდა და ყველაზე უახლესი კითხვები რაზეაც არის და TikTok პლატფორმამ ძალიან რეზონანსულად დაიწყო ეს 2 დღეა საუბარი ამ პოლიციელების ჩადენილი ქმედებაზეა და ასთა სხვადასხვაობა გაიყო ადამიანები ამბობდნენ რომ აი ეგ მერე რა 2022-ში მოხდა ანუ ჩავლილი ამბავიაო რა ნუ ამობთო ეს ძალიან იმათ ნუ გააჟღერებთო ადამიანები ამბობენ კიდე რომ მაშინ თქვენ თუ ამაზე აქცენტები არ აგაქვთ მაშინ რატო გაქვთ იმ 9 წლიან სისხლიან რეჟიმზე მაშინაც ხო ხდებოდა და თქვენ ხო იძახით ახლა რომ აი ხშირად ახსენებთ მერე რა 2022 წელს მოხდა და ზოგადად რა ხდება ჩვენ ქვეყანაში 2 კვირის უკან კიდევ ნახეთ გორში მომხდარი ცხელ-ცხელი ხო ეგეც რამდენიმე წლის უკან ხო არ მოხდა ეს ხო არ არის სისტემური მდგომარეობა ქვეყანაში რომელიც არა ჩანს ღიად და გარკვეულწილად რაღაც პატარა ვარიანტები გამოჩნდება ხოლმე და საზოგადოებაში დიდ აღშფოთებას იწევს და სინამდვილეში ხო არ არის მართლა სისტემაში ესეთი მდგომარეობა სადაც მართლა ვემგვანებით 2012 წლამდე პერიოდს ეს ქვეყანა რა რო ვთქვათ რეჟიმი ოღონდ ამ კითხვაზე რომ პასუხი გავცეთ აი მოდი ერთად ვიმსჯელოთ საერთოდ მსჯელობისაც მოვიტანოთ 2 ასეთი არგუმენტი ერთი ინტუიცია და მეორე ну ის ფაქტობრივი გარემოებები რაც ვიცით, რაც გაგვიგია, რაც გვინახია, გვსმენია და შემდეგ. აი მე მაგალითად წლების წინ, როდესაც ჯარში მსახურობდი და მე ну ესეთი ჯარიც ისეთი იყო ჩვენი წევანდელების ну ეს ფორმალური ჯარი იყო რეალურად რაღაც. ერთი კვირა გავიარე მომზადება, ანუ სავალდებულო ჯარზე საუბარი. და მე ნუ დაგვაყენეს სხვადასხვა პოსტერზე, სხვადასხვა სამთავრობო ობიექტებზე, როგორც თან იდგნენ და დღემდე ჯარისკაცები. აი ერთი რაც დამამახსოვრდა იქიდან იყო, რომ აი ოფიცრები კატეგორიულად ვაფრთხილებდნენ, რომ აი თქვენ როდესაც ჩაიცმევთ ამ ჯარის ფორმებს, თქვენ უკვე აღარ ეკუთვნით საკუთარ თავს, შენ არ ახარ მარტო სახელი და გვარი, შენ მათ შორის წარმოადგენ შეიარაღებულ ძალებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ შინაგანი ჯარის იმი კოდით გავდიოდი. და პლუს შენ წარმოადგენ მთლიანად სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მოქალაქე თუ მოვა, ცდილობიანად ელაპარაკე და აი ეს იყო აი ხაზგასმი და დღემდე მახსოვს და მართლაც მოქალაქე თუ მოვიდო და ან ვიღაცა უცხო ადამიანი ყოველთვის ცდილობიანად და ისე როგორც წესი და რიგია, ისე ვესაუბრებოდი და ეგეთი კომუნიკაცია ვქონდა. უყურე ეს არის კონკრეტული სისტემის პოზიცია, რომელიც ჩემამდე, რიგითამდე დადიოდა. ანუ რაღაცა ზევიდან რო წამოვიდა კონკრეტული სისტემური ჩვენი რიგითების ქცევის ფორმები ამის ხაზგასმა რო ხდებოდა და ამის აპელირება ყოველდღიურად პრაქტიკულად ამას ჩვენ ვასრულებთ. აი ხა როგორ ფიქრობთ თქვენ? აი პოლიციელი რომელიც არ ერიდება მოქალაქეების ცენას. არ ერიდება ამის გაკეთებას არა მარტო თავის განყოფილებაში, რისი კადრებიც მაგალითად გუშინ თუ გუშინ წინ ვიხილეთ. არამედ არერიდებიან ამას დღისით, მზისით ქუჩაში. ეგ რაზე მეტყველებს? იცი, ეგ იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის ჩვეულებრივად მიღებული წესი. ან არავინ არ აკონტროლებს კონკრეტული თანამშრომლების ქცევებს, ეხლა მე არ მინდა მთლიანად ყველა პოლიციელს, ასე ვთქვათ, ჩირკი მოვცხო და ერთ ქვაბში მოვხარშო, არ არის ეგრე ნამდვილად.
წესიერი და პატიოსანი პოლიციელებიც არიან, მაგრამ აქ სისტემურ მიდგომაზეა საუბარი. ან სისტემა არ აკონტროლებს ეგეთ პოლიციელებს, ან სისტემა ეუბნება, რომ ცოტა მიაწექით, რაღაცა, უფრო აგრესიულები იყავით. სხვა ახსნა ლოგიკური არ არის. ეს რაც შეეხება, როგორც აღნიშნე, ლოგიკურად რომ იმსჯელოთ. მეორე საკითხი არის, ძალიან ბევრი ინფორმაცია ხსმენია, მე პირადად ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ რომ დედაქალაქში მაინც იმდენად ვერ ბედავენ, მაინც დედაქალაქშია კონცენტრირებული მთელი ძალაუფლება და აქედან გამომდინარე მეტი ყურადღებაც, მაგრამ რეგიონებში ნელ-ნელა უკვე ძალიან ბევრი მსმენია უკვე ჩვენი თანამებრძოლებისგან, ისედაც მსმენია, რომ ადრე როგორც იყო მთლად ეგეთი ფორმებით არ არის, მაგრამ უკვე კონკრეტული პოლიციის თანამშრომლები არ ერიდებიან, უხეშად ესაუბრონ მოქალაქეებს, აგრესიულად ელაპარაკონ, აგდებულად ელაპარაკონ. სააკაშვილის მმართველობის დროს ეხლა მთლად ეგრე ბოლომდე ობიექტური რო ვიყო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ემსგავსება. რამოდენიმე კვირაში ორი ეგეთი ფაქტი, რომ უკვე გამოაშკარავდა და უკვე საჯაროდ ხდება ამაზე საუბარი, მათ შორის თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს რეაგირება. ეხლა მოდი ჩვენ ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, რამდენია ისეთი შემთხვევა, რომელიც არ გასაჯაროვდა, რამდენია ისეთი შემთხვევა, რომელიც არ ვიცით, დაიმალა და მე მგონი არის ძალიან ბევრი ეგეთი შემთხვევა. ამიტომ თავად ამ უშუალოდ ეხლა გუშინ რაც მოკლედ გაჟღერდა ეს ინფორმაცია რომ შევაფასოთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხო რაღაც ყისიერად გააკეთა განცხადება, იმიტომ რომ ხალხის დამშვიდება იყო მათი მთავარი ამოცანა. და დამშვიდების ტექსტი იყო შემდეგი ფორმის, რომ ეს მომხდარი დანაშაული არის ძველი 2022 წელს მოხდა, 2026 წელს აღნიშნული თანამშრომლები დაკავებულ იქნენ და მოკლედ ვინც ახლა ამ თემას წევს, ის არის პროვოკატორი და მიზნად ისახავს პოლიციის დისკრედიტაციას და შემდეგ. თავად ამ განცხადებაშიც ეგრევე ჩანს სისტემის ან არაეფექტიანობა, ან სხვა რაღაცა, იმიტომ რომ თუ 2022 წელს მოხდა დანაშაული, 4 წელი რატო დაშირდა სისტემას ამაზე რეაგირებისთვის. დავიჯერო, იმდენად ასეთი ამბები ხო არ იკარგება, კაცო, ასეთი ამბები ხო ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მით უმეტეს პატარა ქვეყნის კონკრეტული სისტემა, კონკრეტული უწყება, იქ მით უმეტეს, ვიცი, ძალიან მარტივად ხდება ინფორმაციის გაცვლა. თან ვიდეოზე იყო ეს ყველაფერი აღბეჭდილი, ხო, ვიღაცა იღებდა ამას საჯაროდ, ფარული მიყურადებით ხო არ მოხდა ამ კადრზე, ვიღაცა იღებდა ამას შეგნებულად. სახეზეა, არ ვიცი, ან ის ხალხი, ვინც ამას აკეთებდა, ძალიან მოწყვეტილი იყო რეალობას და წარმოუდგენელ რისკზე მიდიოდნენ თავისი გადმოსახედიდან, თუ ეს მიღებული არ არის. ან მეორე ლოგიკური პასუხია, რომ ეს მიღებულია და მარტივად ცემდნენ კიდევაც და მარტივად იღებდნენ კიდევაც, იმიტომ რომ თვლიდნენ, რომ რა მოხდა მერე ხა ჩვეულებრივი ამბავი. მოდი კიდევ ერთხელ ლოგიკური მსჯელობა გავაკეთოთ. თუ ეს არის ძალიან მკაცრად, ასეთი ქცევა პოლიციელებში არის ძალიან მკაცრად დაკონტროლებული. რომელი ჭკუათ მყოფი, რომელი გიჟი გაბედავს ამის განხორციელებას, თუ სისტემა ამას ძალიან აკონტროლებს და მკაცრად ჯის. და მე ამის გადაღებას მითხარით, უბრალოდ სადაა ლოგიკა. ესე იგი, სისტემა ან არ აკონტროლებს, კი ბატონო, თავის დებაზე, თვითდინებაზე აქვს მიშვებული. ან პირიქით მფარველობს, სხვა ლოგიკური ახსნა არ არის უბრალოდ.
იქ ამ კადრებში რო საუბრობდნენ, მე ერთი რაღაც დამამახსოვრდა, რომ იქ რო ურტყავდა პოლიციელი, თან ეუბნეოდა იტირეო რა. ალბათ თქვენს გაიგეთ ეგ ფრაზა. იტირე. ეგ რამე, ეგ ტირილის ფორმატი, აი ადამიანს როდესაც ურტყავდა ეუბნები, თან იტირეო და თან ვიდეოს უღებ, რაღაცა კომპრომატის ფორმატიც ხო არ არის ეგ? თან ვიმიჯერო. აი ლოგიკურად გარყევი ხალხი. ხო, ანუ რაღაცა კომპრომატირებელ დადგმას გავდა ეს ყველაფერი. და მნიშვნელობა არ აქვს ის აი ეხლა ხო იცი აი სააკაშვილის მმართველობის დროს იყო ეგეთი გამართლება, რომ აი ვისაც აწამებდნენ, ვისაც ცემდნენ, ისინი კრიმინალები იყვნენ, ისინი არა ადამიანები იყვნენ, სხვანაირად მათი გაჩერება არ შეიძლებოდა, მათ დამი უნდა ყოფილიყო ნულოვანი ტოლერანტობა და ამით უნდა მოხდარიყო ამ კრიმინალური რაღაც წარმოდგენების და ორგანიზაციების დამარცხება. ერთი ეგრე არ იყო. ძალიან ბევრი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ხდებოდა იგივე ან ჯოჯოხეთში, მაგრამ მეორე დაუშვათ უკანასკნელი კრიმინალი ყოფილი. დაუშვათ უკანასკნელი ყაჩაღი ბოროტმოქმედი რეციდივისტი ყოფილიყო. ანუ ჩვენ ვერ გავიგე სახელმწიფოს ვაშენებთ. თუ რაღაც არ ჭირდება კანონები და რაღაც ვისაც ძალა აქვს იმის იქნება. ანუ ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი იმათაც აქვს გარკვეული უფლებები. მათი დაკავების ფორმები არსებობს, მათი გამოკითხვის ფორმები არსებობს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეგეთი ფორმით, ეგეთი რაღაც შეურაცხყოფელი, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე, თუნდაც ბოროტმოქმედი ეჭვმიტანილი იყოს მის მიმართ ასეთი საქციელის ჩადენა. ეს არის, მეც ეგ ვიფიქრე, რომ ხდებოდა რაღაც კომპრომატის კონკრეტული ალბათ რაღაც სუბკულტურას მიეკუთვნებოდა ის, შეიძლება ხა მე რაღაც თეორიას ვამბობ, შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ შეიძლება რაღაც სუბკულტურას მიეკუთვნებოდა და რაღაცა საჯარო მისი ტირილი ამ ცემის დროს, ნუ იმ სუბკულტურაში იქნებოდა ახმული როგორც მისი რაღაც ეროვნული არ ვიცი დამინუსება. ისეთი ფაქტორი იყო, მისი სტატუსის ასე ვთქვათ შელახვა. და ნუ ეს ძალიან ძიმე რაღაცაა, იცი, იმიტომ რომ დაახლოებით იგივე საკეთებდნენ ნაცების დროს. დაახლოებით იგივე საკეთებდნენ, დაახლოებით ცოტა რბილად ვთქვი. ამიტომ მართლა საჭიროებს ამ ძალოვანი უწყების სერიოზული რეფორმა, სერიოზული, ანუ მიუღებელია ასეთი ფორმის. იმიტომ რომ ახლა როგორი რაღაცა იცით, საერთოდ ეს მანქანა რო დაიქოქება, იმ მანქანას უკვე აღარ აინტერესებს მე ეს მოქალაქე მართლა კრიმინალი არის, დიდია იმის მომხრეა, ამის მომხრეა. ეს სააკაშვილის მმართველობის დროს ციხე როგორი ვისი მომხრეც არ უნდა ყოფილიყავი შენ? მან რომ მოხდებოდი მორჩა ერთნაირ სტატუსში იყავ. ის კარანტინი უნდა გაგებულო. ცემა გარანტირებული ქონდა და სხვებთან ერთად იყავი სულ რო სააკაშვილის ბუმხურვალი მოყვარული ყოფილიყავი. ამიტომ ხო მე პოსტიც დავწერე მე მგონი გუშინ რომ აი რას მაგონებს ეს ყველაფერი, იცი ეგეთი აღმოსავლური ზღაპარია ახალგაზრდა ჭაბუკი რომელიც ირან დრაკონს ამარცხებს და მე ნელ-ნელა თვითონ რო ადის ანუ ამ დრაკონის ადგილს რო იკავებს, დროთა განმავლობაში მე თვითონ ემსგავსება დრაკონს, თვითონ გადაიქცევა დრაკონად და როგორც ხვდები, ნუ ქართული ოცნებაც ნელ-ნელა უკვე ამ დრაკონიზაციის გზას დაადგა. სხვათა შორის ცოტა სხვა თემასაც რო შევეხო, რომელიც პირდაპირ ამასთან კავშირში არ არის, მაგრამ დრაკონიზაციის ფარგლებში ჩემი აზრით აქტუალურია. აი სააკაშვილის მმართველობის დროს კიდევ იყო ეგეთი თუ გახსოვთ თქვენ გემახსოვრებათ აი ჯაშუშომანია გახსოვთ აი კი აი ვანო მერაბიშვილის უწყება რომ რაღაც დოკუმენტურ ფილმებს რო გადაიღებდნენ ხოლმე რაღაცა აუდიო ჩანაწერებს რუსული ჯარი რო შემოყავდათ
ვიღაცეებს, და წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ გარანტირებული იყო ეგეთი რაღაცა. და ბოდი აუდიო ჩანაწერი. ისა, გიორგი, აი ზუსტად ესეთ სცენებს რო გავდნეთ, ჩვენ მუხროვანი საჯანყებო გვახსოვს თითო რო შექმნეს ეგ და აი ზუსტად მან ეს მუხროვანი საჯანყება ხო ყველა კულმინაცია იყო ეგ უკვე რა, კულმინაცია. აი ზუსტად კულმინაცია იყო, იმიტომ რომ იქ ხალხი შეეწირა ოფიცრები დახოცეს, სრულად უდანაშაულო ხალხი და თავიდან ბოლომდე გამოგონილი იყო ეს მუხროვანი საჯანყება. თვითონ იქ რომ მივიდა მე ჯარისკაცებს რომ ელაპარაკებოდა ის სააკაშვილი და რომ ამცირებდნენ ჯარისკაცებს. ყრივში რომ დააყენეს, საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. რეინჯერები იყვნენ, რაღაც ოფიცრებზე იყვნენ გასულები. უბრალოდ ის რომ დაედგათ რაღაც კადრები. მანამდე წლების განმავლობაში იყო ჯაშუშო მანია იყო რა, ერთი რა ვიცი, 100 კაცი იყო დაჭერილი სხვადასხვა ბრალდებით. ვიღაცას რუსეთის ჯარი შემან როგორ უნდა შემოიყვანო ვიღაცამ რუსეთის ჯარი, რაღაც ჯადოსნური ჯოხია ეს თუ შენ თუ არ იქნები რუსეთის ჯარი ვერ შემოდის თუ რა ხდება. ხო და აი ახლა გულბათ ხრილაძე რო დაიჭირეს მათ შორის. ძალიან მძიმე ბრალდებები გაისმა ხელისუფლების მხრიდან, რომ ორ სახელმწიფოზე მუშაობდა თურმე. ეგ საერთოდ არ გაიგ ნონსენსია, ორი სახელმწიფოს ჯაშუში. და უკვე გავიდა რამოდენიმე კვირა დახურული სასამართლოს ხდომები მიმდინარეობს და კონკრეტიკა არაფერი არ არის. მარტო ვიცით ის რომ თურმე გულბათ ცხილაძე ვიღაცებს აწვდიდა რაღაცა ინფორმაციას. რას ნიშნავს? რა ინფორმაციას აწვდიდა? რამე სახელმწიფო თანამდებობა ჰქონდა გულბათ ცხილაძეს, რომ საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა ჰქონოდა და ეგეთ მასალას და ეგეთ ინფორმაციას აწვდიდა? არა. გულბათ ცხილაძე არ იყო არც ერთი თანამდებობის წევრი, ხო, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. შესაბამისად, მას ვერანაირად აპრიორი ვერ ექნებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა. და თუ რაღაცა მისი მოსაზრება, აი რა ვიცი, ირანი მოიგებს ომს თუ რუსეთი წააგებს თუ მოიგებს უკრაინაში, ეგეთი საუბარი თუ გატარებულია იმაში დაშუშობაში, ეგ არ არის დანაშაული. კონკრეტული ადამიანის რაღაც ანალიტიკური აზრი, ვისთანაც არ უნდა ილაპარაკოს. ეგ არ არის კანონდარღვევა. ხო და აქაც შანს, აი მე შეგნებულად ეს მაგალითი შეგნებულად მოვიყვანე, იმიტომ რომ რაღაცნაირად დეჟავიუ მიჩნდება რა, ცოტა რბილი ლაითი ფორმის ახლა. მოდი ბოლომდე ობიექტურებიც ვიყოთ ახლა. ღმერთმა დაგვიფაროს და არც უნდა დაუშვათ ბოლოს რასაც დაემსგავსა, ხო, წინა სისტემა, მაგრამ მაგ მიმართულებისკენ გადაიხარა. ფაქტია.